ხმა. კი ბატონო. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. რა თქმა უნდა, სანქციები უაღრესად მნიშვნელოვანია და უნდა გაგრძელდეს, უნდა გაღრმავდეს, უნდა გაფართოვდეს. მაგრამ მარტო სანქციები წარმატებას ვერ მივახსევთ. ეს სწორი მიმართულებით გადადგმული, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯებია. ქართულ ოცნებას ჩამოშლის საქართველოს მოქალაქეები. უცხოეთი დაგვეხმარება ამაში, დემოკრატიულ საპარლამენტში დაგვეხმარება, მაგრამ ჩვენს უჩვენოდ ჩვენ საქმეს არ გააკეთებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რო არ იყოს ფრუსტრაცია საზოგადოებაში და აი ამდენი სანქციებია და მაინც არ მიდიანო, იმიტომ რომ ჩვენგან ასეთი საჭიროა მეტი დოზირება. დაახლოებით ავადმყოფობა რომაა. ექიმი ხო არავს არ ამბობს ავადმყოფობის დამარცხებაზე უარს. თუ წამალი არ მუშაობს, მე წამალს, მე დოზას გინიშნავთ. თუ წამალი არ ვარგას, სხვა წამალი. შეიძლება ოპერაციაზე წავიდეს ლაპარაკი, ოღონდ დავადმყოფობა მოისპოს. ჩვენი ავადმყოფობა არის ავტორიტარიზმი. ავტორიტარიზმი ღრმავდება, ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ჯერ არ როგორც ვენესუელაშია. ჩვენთან მიდის მიემართება ამ მიმართულებით. მისი ბოლო გაჩერება ჯერ არ დამდგარა. ანუ ჩვენ ხელში ძალიან ბევრი რამაა. ბატონო, როგორ ფიქრობთ, ეს ხანგრძლივი პროცესია, სჭირდება წამლის გამოცვლამ და სხვადასხვა ტიპის ადაპტაცია ხანგრძლივთან? თუ რაღაცნაირად თითქოს იყო თავიდან ეს განცდა რომ შეიძლება მოკლე ყოფილიყო, მაგრამ პროცესმა აჩვენა რომ არ არის. მაგალითად მახსოვს რომ 40 დღე რომ გავიდა ზურაბიშვილი იყო აქციაზე და თქვა რომ 40-იც იქნება, 80-იც იქნება, მაშინ ცოტა სხვაგვარად გვეჩვენებოდა, ეხლა 100 გადაცილდა. ანუ რა ტიპის პროცესია, ვინ აკეთებს ამის ანალიზს? და ვინ უნდა აკეთებდეს, რა ტიპის დინამიკა უნდა ჰქონდეს ამ პროტესტს? ეხლა დინამიკა წესით აკეთებდეს ოპოზიციური პარტიები პირველ რიგში, იმიტომ რომ ისინი არიან ვალდებული მაგალითად გააკრიტიკონ, ჩამოაყალიბონ პოზიცია, თუ რატო არ ვარგეს ხელისუფლება და რატო იქნებიან ისინი უკეთესები. რომ მათ აქვს პრეტენზია ხელისუფლებაში მოსვლისა. როცა უკაცრავად დღეს როცა ამბობენ რომ ეს სანქციები კარგია, იმიტომ რომ ეს კიდე გადაედება სხვა სახელმწიფოებს, დიდი ბოდიში, ჩემო მეგობრებო, ეს თქვენი საქმე არაა. რა, თქვენი საქმე არაა სანქციები, როგორ გავრცელდება სოფლიოში საქართველოს წინააღმდეგ. თქვენი საქმე არის შიდა ქვეყნის მოვლენები. თქვენ ხალხს უნდა ელაპარაკოთ, უნდა შესთავაზოთ სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა, უნდა კარგად შეისწავლოთ, რაზე მუშაობს ქართული ოცნება. ქართული ოცნება ორამეზე მუშაობს. სიღარიბეს აკონტროლებს და სიღარიბით მართავს ქვეყანას და უნდა გქონდეთ მუდმივი შეტყობინება საზოგადოებაზე, რომ ჩვენ მოვა სიღარიბე აი ასე ამ ფორმით, ამადამ ეტაპებით ჩამოიშლება, დაიშლება და ღარიბი ხალხი როგორ გადავა საშუალო ფენაში, როგორ დაიწყება, მაგალითად როგორ იქნება საგადასახო სისტემა. ამით აკონტროლებს. მეორე არის სუსტი ოპოზიცია. როგორც ქართული ოცნება არის სუსტი და ჩვენ ქართულ საზოგადოება აი ამას ვიყენებთ, რათა გავზარდოთ, გავახანგრძლივოთ პროტესტი, ისევე ქართული ოცნება იყენებს უკვე ოპოზიციის სისუსტეს, იმიტომ რომ შემცვლელი არავინ არ აყავს. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს? ბელგრადში რამდენ ხანს გაგრძელდა? მთავრობა რამდენ ხანს ჩამოიშალა? 3 დღეში, 4 დღეში ჩამოიშალა. მასობრივობაზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. მშვენიერი მაგალითია ბელგრადი, მშვენიერი მაგალითია ერევანი, რაც როგორც პაშინიანი მოვიდა ხელისუფლებაში. ხო, მაგრამ ბელგრადი იქ პრემიერის თემა იყო, ანუ მთლიანად ეს მთელი ხო და მასობრივმა იმა ხომ მოაღწია, მიაღწია მე როგორც ჩანს იქ დაინიშნება ახალი არჩევნები, ანუ ვადამდელი არჩევნები უпроსოა. ანუ შესაბამისად საჭირო არის ადგილობრივ და ქვია აქტივისტების მეტი მობილიზაცია, მეტი კარგად გაცვლა თუ რატომ რა უნდა უთხრას ქართულ ხალხს ისეთი საქართველოს ამორჩეველს ისეთი და მოქალაქეებს, რომლებიც დაიჯერებენ რომ ბატონო, მოდი ასე შევხედოთ. თითქოს ამ პროტესტის უპირატესობა თუ ამ პროტესტზე ლაპარაკისას იყო ხაზგასმა, რომ ეს არ იყო პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური ლიდერების მიერ შექმნილი პროცესი. ნამდვილად არ იყო და ამიტომ სხვა რამე ეს იყოს ეს პროცესი, ამ პროცესს არ უნდა თვითონ შექმნა პარალელური პროცესი. შექმნან, აი მაგალითად სიტყვაზე აი ჩვენ დავდივართო და სწორედ ეს სანქციები და გარედან დაწოლა ჩვენი დამსახურებაა. ამასობაში მოდის ადგილობრივი არჩევნები, რომელიც ჩაივლის აუცილებლად. ჩვენ ლაპარაკობთ, მოვითხოვთ სამართლიანად, აუცილებლად ახალ არჩევნებს, რომელიც არ არსებობს, არ ჩანს არანაირად რომ იქნება. ქართულ ოცნებას სულ უგულოყოფას აკეთებს, დრო მცირდება და გვერდზე ვატარებთ იმ არჩევნებს, რომელიც იქნება. მოგწონს თუ არ მოგწონს, გვინდა თუ არ გვინდეს, იქნება, როგორც გაზაფხული მოდის. კი ბატონო, კალენდრით უწევს, ვერ გადაწევ, ვერ გადმოწევ.
რაც ნამდვილად იქნება, ეს არის თვითმმართველობის არჩევნები, თუმცა ამ თემაზე არის სხვადასხვაგვარი პოზიცია, მათ შორის იმ გვარიც, რომ ამაზე ლაპარაკი ახლა ოცნების დღის წესრიგზე ლაპარაკია. აი ეს არის ესა ყველაზე კატასტროფული აზროვნება, რომ ომზე და მშვიდობაზე არ შეიძლება ლაპარაკი, რომ ოცნების დღის წესრიგია. ეკლესიაზე არ შეიძლება ლაპარაკი, რომ ოცნების დღის წესრიგია. ილია ჭავჭავაძეზე არ შეიძლება ლაპარაკი, რომ ოცნების დღის წესრიგია. დაიკავა მთლიანად ქართულმა ოცნებამ დღის წესრიგი და ვერ შევდივარ ჩვენ. ეს არის აბსურდი, ეს არის ბოდვა, რომ ოპოზიციის თავი პრობლემა ვფიქრობ, სწორედ ომზე არასაკმარისი ლაპარაკი იყო. ოღონდ ის კი არ ოღონდ სიმართლე უნდა ელაპარაკათ ამ მიმართულებით, სიმართლე და ღიაობა არის თავარი, იმიტომ რომ ძირითადად ასე ამბობდნენ, რომ რუსეთი სუსტია, არა აქვს თავი, არა ჩვენთან, ეს თქვა, არაფრის თავი არა აქვს და არ გვინდა ომით გვაშინებს, ეს თქვა, ქართული ოცნებაო და ეხლა ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები საუბრობენ რუსეთისგან ომის საფრთხეზე და ამიტომ არასწორი გზავნილები იყო პრობლემა და ისიც რომ არ ლაპარაკობდნენ ამ თემაზე ბევრს, ოღონდ სწორი გზავნილებით. რა თქმა უნდა, როგორ გააძლიერა თურქეთს აზერბაიჯანი, ხმას არ უბედავს რუსეთი აზერბაიჯანს მაგალითად. როგორ ხდება, როგორ შავ ზღვაში როგორ ალაგებს თურქეთის სიტუაციას. ჩვენ გაჩხერილი ვართ, შუაში ვართ, ჩვენ კავკასიაშიც ვართ, ჩვენ შავ ზღვაზეც ვართ. ყავს ასეთი მოკავშირე ნატოს წევრი სახელმწიფო თურქეთი, რომელიც ძალიან დიდი გავლენები აქვს რეგიონში. რუსეთს ორი სახელმწიფო შეშინია მარტო, ჩინეთის და თურქეთის. არც ამერიკის ეშინია, არც ევროკავშირის, არავის, მხოლოდ თურქეთის და ჩინეთის, იმიტომ რომ მის ტერიტორიაზე მუშაობენ. 10 მილიონი თურქულენოვანი მოსახლეობა რუსეთის ტერიტორიაზე. ჩინეთი ცენტრალურ აზიას იპყრობს, ამიტომ რუსეთმა იცის კარგად სად არის პრობლემები. ჩვენ ამ რესურსებს არ ვიყენებთ. აზერბაიჯანმა გამოიყენა, აზერბაიჯანი არ მიდის ნატოში. მაინც გამოიყენა. ჩვენ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვახსენებ ხშირად. ეს იყო თუ არა მათი მხრიდან მეტნაკლებად ადეკვატური გადაწყვეტილება ამ ოცნებულ ვითარებაში. იყო მათი მხრიდან. რომლის გამოც ახლა პროჩინელ, ეს ვთქვათ, იქ შეერთებულ შტატებში აქ ესაა რომ მათი მხრიდან ქართული ოცნების კონცეფციიდან ადეკვატური იყო, იმიტომ რომ მათი ამოცანა როგორმე მოხდეს დისტანცირება დემოკრატიულ სამყაროდან, მოხდეს დისტანცირება, რა ქვია, ევროკავშირიდან და შესაბამისად იმ კლუბის წევრი გახდეს, რომელსაც ბელორუსია, ხო არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ბელორუსია არის პრორუსული მთლიანად, რუსული თუ არა. ხვალზე შეიძლება სად რუსეთის ნაწილი გახდეს. აქეთკენ მის ყველაფერი. მიუხედავად ამისა, ჩინეთს უფრო დიდი ეკონომიკა აქვს, იმაში რა ქვია, ჩინეთს უფრო დიდი ეკონომიკა აქვს ბელორუსიაში ვიდრე რუსეთს. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ მიმართულებებით მუშაობას. კი ბატონო, დაუბრუნდეთ ახლა შიგნით ვითარებას, რამ შეიძლება გააფართოვოს პროცესი? აი, როგორ უყურებთ თქვენ ამას? პროცესი და თქმა უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ჩართულობა, საზოგადოებრივი აქტიურობა. აი დინამიკას რომ უყურებთ, როგორ მიდის ეს დინამიკა? როგორ შეიძლება რა უნდა მოხდეს ისეთი რომ პატიმრები, რომელიც აი ხა მართლა უმძიმესი ამბავი იყო, დედა, ემიგრანტი დედა, რომელიც 10 წლის შემდეგ ჩამოვიდა, შვილის ნახვა უნდა და პროცესი ნახევრად დახურული იყო, მიდის და მაინც იმედს იტოვებს, რომ მისი შვილი 30 წლის ახალგაზრდა ექიმი, რომლის წინააღმდეგ არც ფოტოა, არც ვიდეო, ვთქვათ, არის ამ სასამართლო პროცესის მონაწილე. აი, პატიმრების გათავისუფლება პროტესტის დინამიკაში გაფართოება, არ ვიცი, აი როგორ ხედავთ თქვენ ამ პროცესს? ხედავ იმაში, რომ საჭიროა მეტი პროტესტი, კარგი, თუ ადამიანებს არ ჯერა ოპოზიციის და არ ჯერა რომ და არ უნდა და მიაჩნია რომ ადგილ არჩევნებში არ უნდა მიიღო მონაწილეობა, კი ბატონო. მე ამის არ ვეთანხმები, მაგრამ მე ერთი ვარ და მარტო ვარ და უმცირესობაში ვარ უკეთეს შემთხვევაში. მაგრამ პატიმრების საკითხი უნდა მიიღოს ოპოზიციამ ადგილობრივი თვითმფრინავი. საერთოდ ეს იქნება კატასტროფა, ეს იქნება ანტისახელმწიფოებრივი, ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკი. შევდივართ თუ იმის დღის წესრიგშიო. სწორედ მაგაშია რომ ეს არჩევნები არის ნებისმიერი არჩევანი არის დემოკრატიული გამოსვლა. შენ თუ არჩევნებზე უარსაბობ და აქეთკენ მიდის ქართული ოცნება. მას უნდა რომ ოპოზიციის გარეშე ჩაატაროს არჩევნები, გაყალბებას არ დაჭირდება, ისე მიითვისებს ხელისუფლებას, აკრძალოს ნაციონალურ მოძრაობას, სხვები გამოაცხადებენ, ბოიკოტს, ეს არის სწორედ ნამდვილი ქართული ოცნების ქართული ოცნება, რეალური. რომ ოპოზიციამ არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და მე რომ ხუთას სოფლიოს ხალხი უკაცრავად მესმის ბატონ პატა მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი ეს ვთქვათ იარლიყის მსხვერპლი ვარ იმის გამო რომ მე საერთოდ მანდატის დათმობაც კი ვფიქრობ რომ არ იყო პოლიტიკურად გონივრული გადაწყვეტილება და ასე შემდეგ მაგრამ ეს ჩემი შეხედულება ასეთი მაგრამ რა თქმა უნდა მე არავინ არ მისმენს და მათ აქვს თავისი გზა და
დიანა შეუძლია ამის გამო ლამზღონ არ არის პრობლემა. მას პატივს გცემთ მეც ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ მე მოქალაქე ვარ რიგითი, არც პარტიის წევრი ვარ, არც არასამთავრობო ორგანიზაცია არ მაქვს. მე თვითონ არ ვაქტიურობ, თუ არ მეკითხებიან ჟურნალისტები თქვენს და ხოდ მაშინ ვამბობ, მაგრამ ეს იქნება ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ეს იქნება რაც ძალიან უნდა ქართულ ოცნებას, მაგრამ იგივე მანდატებზე თავარის კი არა მანდატები ნახავს ორ-სამ პარტიას, რომელიც ჩაერთვება ამ პროცესში. წმინდა ადგილი არ ვიცი არის თუ არა საკრებულო, მაგრამ გამოთქმა ასეთი რომ წმინდა ადგილი ცარიელი არჩება და შეივსება ეს ადგილი და ნახეთ რა ხდება თურქეთში. ოპოზიციის არგუმენტია რომ წავაგებთო, იმიტომ რომ არ დათმობს ბიძინა არაფერსო. ზურაბ ჯაფარიძეს ჰქონდა ვრცელი პოსტი ამ თემაზე. მესმის რომ გამარჯვების გარდა პროცესი მონაწილეობას კი ბატონო, ვინც ღებულობს იმას უნდა ველაპარაკოთ. ვინო თქვას რომ ღებულობ არჩევნებში მონაწილეობას. მაგრამ ეს არა მთავარი პასუხობს ხორემეზე. ისინიც კი ვინც ფიქრობენ რომ არჩევნებში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა და არა საჭირო არჩევნები, ამ პატიმრების გამო მაინც გამოვიდნენ გარეთ. ანუ ეს 100,000 კაცი პატიმრების გამო მაინც გამოვიდეთ. კაი, ჯანდაბას არ გვინდა არჩევნები. არ მედივართ იქა. მართლები არიან ჯაფარიძეები და ასე შემდეგ, მაგრამ პატიმრების გამო მაინც ვიყოთ უფრო მეტად აქტიურები. ამაზეა ლაპარაკი, რომ პატიმრების გამოყვანა შეიძლება ეს ის თემაა, რომელიც შეიძლება დაათმობინო, გააგდობინო ხელიდან. ეს უნდა იყოს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თემა. მესმის, იმიტომ რომ არ ვიცი, სად ჩანს ეს ახალი არჩევნები, რომელ ჰორიზონტზე ვინ ხედავს მას. არ იქნება გარანტიას გაძლევთ. მე ხო არავინ არა ვარ, მე რიგითი მოქალაქე ვარ. გარანტიას გაძლევთ, რომ ახალი არჩევნებს არ ჩაატარებს ქართული ოცნება. ვილაპარაკოთ, პრობლემა არა, განაგდოთ ლაპარაკი. ქართული ოცნება ჩაატარებს მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებს. უკეთეს შემთხვევაში შეიძლება დაამტყიოს ადგილობრივ არჩევნებს ახალი არჩევნები. კიდევ და დააბნიოს ამორჩეველი და კიდევ მეტად მიითვისოს ძალაუფლება. ამიტომ ქართულ ოცნებამ ისევ დაიბრუნა ხელში აღადგინა დღისასრიგის მართვა. 2008 წლის ბოდიში არჩევნების შემდეგ, ქვია, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხალხი მართავდა, საზოგადოება მართავდა დღისასრიგს. დღეს ისევ ქართული ოცნება, რაც კი არჩევნები ახლდება, უფრო და უფრო მეტად მართავს ქართული ოცნება დღისასრიგს. რატო ვაძლევთ მას ჩვენ ამას? რატო ეს ჩვენი არაკომპეტენტურობა, რატო არ შევდივართ მის მოედანზე? თუ ფეხბურთში გვიყვარს ჩვენი მოთამაშეები მოწინააღმდეგის მოედანზე გადადიან, რატო არ შეიძლება პოლიტიკაში გადავიდა, ჩვეულებრივი ამბავია, გადადი მოწინააღმდეგის მოედანზე იქ მოუგე. ისინი ძალიან არაკომპეტენტურები არიან, მაგრამ სამწუხაროდ ოპოზიციას არაკომპეტენტურია, ირაშენ ჩვენი უბედურება, რომ ვერ ეკამათებიან ელემენტარულ რაღაცებზე, მამულენას არწმუნებაზე ვერ ეკამათებიან, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ შეცვალო ლოზუნგები და ილია თვითოცვლიდა და ასე შემდეგ. უამრავი ფაქტებია. ეკლესიის საკითხებში საერთოდ აზზე არ არიან და მიითვისეს მთლიანად მთელი რელიგიური და ქრისტიანული და საკითხები. ყველაფერში არაკომპეტენტურები არიან. ერთადერთი რაც აკვეტებულია და ამოჩემებული აქვს, რომ არ შეიძლება ქართული ოცნების დღისწესრიგში შესვლა. აბა რა შეიძლება? შეშეკვენი მაშინ შენი დღისწესრიგი. ახალი არჩევნები, კი ბატონო, ყოველთვის გავიძახით ამას, მაგრამ არ იქნება. იქნება ადგილობრივი არჩევნები. ნახეთ რა ხდება სტამბულში. ისა მე ქალაქის მერს გამოუცხადა ომი ერდოღანმა, იმიტომ იცის რომ საპრეზიდენტო კანდიდატი შემდეგ გახდა პრეზიდენტი. თვითონ ერდოღანი მოვიდა. თურქული მოდელი იყოს სხვათა შორის. ბატონ პატა, ხო მე ზოგადად ფიქრობ, რომ მომდევნო არჩევნების ბედი წყდება, წინა არჩევნების მე ვფიქრობ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის 20 საათსა და 05 წუთზე უკვე 2025 წლის არჩევნების ბედი წყდებოდა და იქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, იქედან რა ტიპის ხარვეზები ჰქონდა ოპოზიციას, ამაზე რა თქმა უნდა, მეც შემიძლია და თქვენ 100-ჯერ ჩემზე მეტად შეგიძლიათ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ მართლა ვფიქრობ, შეიძლება ეს სრულიად არასწორია და არავინ არ დამეთანხმოს, რომ მანდატების დათმობა შეიძლება არ იყო საუკეთესო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს ჩემი პერსონალური აზრია. მაგრამ ეს უკვე განვლილია, ჩაიარა. განვლილი გზა. ეხლა არის ეხლა მაინც არ დაუშვოთ ეს შეცდომა. კი ბატონო. ამაზე ლაპარაკი. ნაცვალ მოძრაობა როგორ მოვიდა? საკრებულოში მოიგოჯე ნაცვალ მოძრაობამ და მე ხდება უკვე შევარდნაძის რეჟიმის დემონტაჟი ხდებოდა. შეიძლება 2-3 ქალაქი მოვიგოთ, შეუშვან თავში ამათმა. მოხდეს მეტი მობილიზაცია, კარგად შეარჩინონ კანდიდატები დიდ ქალაქებში. შეიძლება დიდი ქალაქების მოგება, მთელი არჩევნების მოგება შეუძლებელი, აბსურდულია და არც მე არც კი ვფიქრობ ამაზე. მაგრამ 2-3 ქალაქის მოგება შეიძლება თუ მოხდება კონცენტრაცია ძალების. კი ბატონო, ანუ ფიქრობთ ამას, რომ ეს შეიძლება ანუ ახლა თვითმმართველობის არჩევნები უნდა იყოს, ფიქრობთ დღის, იმიტომ რომ პროტესტში
პროტესტში მონაწილე ადამიანები შეიძლება არ იყვნენ ამაზე თანახმა. ხომ ხედავთ უკვე ისეთი პროცესია, რომ ერთმანეთის რაღაცნაირად ძევლები, ანგარიშვალდებულები, რაღაცნაირად სხვაგვარად მიდის ახლა პროცესი. მე დავდივარ პროტესტზე და ველაპარაკებ კამათობთ იქ და ჩოლობრიამბავი და ჩემი არგუმენტები აბსოლუტურად მისაღები თუ არა გასაგებია. ის უკამ მე რასაც ახლა ვლაპარაკობ ეს აქციაზე ჩოლობრიამბავია, სხვა ჯგუფებთან ვლაპარაკობთ ხოლმე და ესე არ არის რომ მეუღებელია და ლაპარაკი ამაზე არ შეიძლება. მათ შორის საუბრობთ პარლამენტში როგორ და მოქცეულიყო. ჩემი პრობლემა ის კი არა რომ მანდატები დათმეს. ჩემი პრობლემა არის ის რომ მათ არ აუხსნეს საზოგადოებას. რა პლუსებია პარლამენტში დარჩენის, რა პლუსებია პარლამენტზე წამოსვლის. რა მინუსებია ანუ საერთოდ არ უყურებენ, არ თვლიან, ზედაც არ უყურებენ საზოგადოებას. ამაში ლაპარაკი. ხოლმე მე ვიღეთ გადაწყვეტილება რომ არ მივიდიოთ პარლამენტში. მორჩა წერტილი. არანაირი დებატები, არანაირი მსჯელობა, რატომ ასე და არა ისე. ეხლა თქო და გვიან ამას ლაპარაკი, რა მე ამაზე არ ვლაპარაკობ აკა. მე ვლაპარაკობ ეხლა ადგილობრივ არჩევნებზე, იმიტომ რომ შემდეგ 3 წელი არჩევნები არ იქნება საქართველოში. და მორჩა. მე იხტუნაო რამდენიც გავხედავთ იმდენი, მე დაისლება საქართველოს. და ჯერ კიდე ხალხს რაღაცის იმედი გააჩნია. კი ბატონო, ბატა, ისეთი თემაა, რომ ამაზე ალბათ ბევრი მოგვიწევს მათ შორის პოლიტიკოსებთან და თქვენ ბუნებრივია, მე ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. თქვათ როგორც ვფიქრობთ, მოკლედ მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო ახლა შეიძლება დემოკრატია ხო უნდა ფიქრზე ცენზურა არის, ფიქრზე ცენზურა და აზრზე ცენზურა არის რაღაცა მოდებული, ახლა ყველა ბოლშევიზმია. კი ბატონო. ვერ მოვიცილეთ ის რომ რუსეთს უვარესი ქვეყანაში არის ბოლშევიზმი. ყველა საშინელი ვირუსი ადაგვიტოვა რუსეთმა, ეს არის ბოლშევიკობა. როცა მე თუ მართალი ვარ, შენ მტყვანი ხარ. აი ესა ყველა საშინელება. კი ბატონო, მადლობა. მადლობა პაატა ზაქარეიშვილს, რეკლამის შემდეგ დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში.